ახლა კი ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რატომ არის კაცი სხვა ყველა ქმნილებაზე უპირატესი. ამას გვერდს ვერაუბრით. მაშასადამე, ის რომ შესაქმე ესოდნავ ვრცელი სამყაროსი და მისი შემადგენელი ნაწილებისა, რომელიც როგორც სტიქიები ყოველთა აგებულების საფუძველად იქნენ დაბადებულნი, ღვთაებრივი ძალით მსწრაფ აღსრულდა და იმავდროულად განმტკიცდა კიდეც მისი ბრძანებით. ხოლო შესაქმეს კაცისას წინ უძღოდა ბჭობა. ხელოვნის მიერ სიტყვით წინასწარ გამოისახო, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მომავალი ქმნილება. რა უნდა ეკეთებინა, რომელი პირველსახის მსგავსება უნდა ეტარებინა. რისთვის უნდა შექმნილიყო. სიტყვამ ყოველივე ეს გაითვალისწინა, რათა ადამიანს მიეღო უფროსობა. ღირსი მისი დაბადებისა, რადგან ძალაუფლება დაბადებულთა ზედა მას უკვე ჰქონდა, ვიდრე ყოფაში თავად მოვიდოდა. ნათქვამია ხომ? თქვა ღმერთმა, ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩვენისა და მსგავსისაებრ და მთავრობდეს თევზთა ზღვისასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყვთა და მხეცთა ყოვლისა ქვეყანისა ყოველთა ქვეწარმავალთა მავალთა ქვეყანასასე. და ეს მართლაც ასეა. გასაკვირია ხომ? მზე შეიქმნა და წინ არავითარი ბჭობა არ ყოფილა. ასევე ზეცაც, რომელსაც დაბადებულთა შორის ბადალი არ ყავს. ეს საოცრებაც მხოლოდ სიტყვით შეიქმნა, ხოლო შესახებ იმისა, თუ საიდან ან როგორ, ან სხვა რაიმე ამგვარზე, სიტყვა არაფერს შენიშნავს. ასევე სხვა ყველა, ეთერი, ვარსკვლავები, ჰაერი. მათ შორის განფენილი ზღვა, დედამიწა, ცხოველები თუ მცენარენი, ყოველივე სიტყვით დაიბადა. ყოველთა შემოქმედი წინდახედულობით ისე, რომ მისი აგებულებისათვის მასალაც მოემზადებინა, ფორმითაც პირველსახის მშვენიერებისათვის დაემსგავსებინა, მიზანიც დაესახა, რისთვისაც უნდა დაბადებულიყო და მისი შესატყვისი ბუნებად შეექმნა. თავისი ქმედებებით ამ მიზნისათვის გამოსადეგი, მხოლოდ კაცის შესაქმეს მოეკიდა. აი ამიტომ არის სწორედ კაცი და ქალიც, რა თქმა უნდა, ანუ ადამიანი ყველაზე აღმატებული ქმნილებათა შორის.